მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მიდი არ ვიცი როგორ თქვა. ტაროს კუთხე. ნინო მანტიკა ჩაწერეთ ტაროს კუთხე. ერთნაირი სურათები მაქვს დაყენებული, რომ ამოიცნოთ ზუსტად ჩემი გვერდი. მე ესეთი გარემო ვიდეოები თუ არ არის გაზიარებული, რასაც აქ თავაზობთ, ჯერ არ შემიცვლი ეს გარემო, რომ შევცვლი, გაცნობებ აუცილებლად მაგასაც, თუმცა რაღაცას მაინც ისე გავაკეთებ, რომ გარემოს მოკლედ ელფერ შევინარჩუნებ რა. რა თქმა უნდა, Facebook-იც არსებობს, ისიც არსებობს, TikTok-იც, თუმცა Instagram-ი რაღაც ვერ გავააქტიურე. დიდად რაღაც ვერ მიმასკერე, მაგრამ Instagram-ს დავმუღამე რა. ეს გადმოდი იქეთ, გადმოდი აქეთ, გადმოდი იქეთ, გადაბრძანდით, აქეთ გადმოგბრძანდით. არ არის რეკლამება კი არ დამილაიქეთ, ვერ ვისწავლე და ეხლა ეს მე თვითონ მეზარება სხვა რო ავცელებს მაგნაირად იქეთ გადმოდი აქეთ გადმოდით ეხლა Instagram-ზე მოწერე აქეთ მოწერე აქეთ მოწერე. ამიტომ ყველგან არის გვერდი შექმნილი, აქტიური არის Facebook-ი და YouTube-ი. ნუ რა თქმა უნდა TikTok-იც შიგადაშიგ, თუმცა იქ ახლა მოწერებს იქაც ვნახო. ნინო მანტიკა უნდა ჩაწეროთ. ნინო მანტიკა ტაროს კუთხე. ხო, რა შეეხება? კიდევ რა მინდოდა რომ მეთქვა. ხვალ დაგირიცხავ, თანხაზე დაგირიცხავ, ნისიათ. ესეთ რაღაცებით ნუ წერთ მით უმეტეს, როცა ფასდაკლებას კიდე გთავაზობთ და თუ მეორე დღეს დასარიცხი თანხა გაქვთ, ესეთი სასწრაფო რა არის ეხლა, რომ ადეკიდა მობრძანდით მეორე დღეს, მაგრამ ადამიანი რო გატყუებს, იცით რა არის. მე რო თავი მოვიტყუო მართლა და გაგიკეთო თქვენ რაღაცა გაშლა დღეს. თქვენ არ დარიცხოთ თანხა, ან გადამაგდებთ, ან რაღაცა ესეთი რამეები. თქვენ დაგაზარდლებთ ხალხმა ისე. რა თქმა უნდა, მაგაში ეჭვიც არ შეგეპაროთ. საიდან? რას მე არაფერს არ გიკეთებთ თქვენ. ეს არის ესე დაწერილი და ყოველ შემთხვევაში ასე მუშაობს და გეუბნებით, გაფრთხილებთ, საიდან აიღებს ჯანმრთელობიდან, პირადიდან, შეიძლება ფინანსური ორმაგი ზარალი ნახოთ. და რატო აკეთებთ ამას, მაინც ვერ ვხვდები და თუმცა კიდევ როგორ არის, იცი, მეც მაინტერესებს, მინდა ვიღაცამ გამიშალოს, ტყუილს მეტყვის თუ მართალს მეტყვის, ხანდახან მე თვითონ ვარ ისეთნაირად ვერავინ ვერ ვიპოვებ, მაგნაირ რომ ვიმეგობრო. და აი როცა მართლა რაღაც ესე დაურეკოთ, მან გამიშალოს და რაღაცა მითხრას ორი სხვა. რა თქმა უნდა, მეც ვეტყვი, ხო? არტერულად. ტყუილს მეტყვის თუ მართალს მეტყვის, ხანდახან ისეთ პოზიციაზე ვარ, არ მაინტერესებს. ხუნდ რაღაცა მითხრას. ხო? თუმცა ახლა როცა ვერ კითხულობს ადამიანი, ვეუბნები პირადად, მაგრამ პირდაპირ, რომ არა, ვერ წაიკითხე სიტყვაზე. მაგრამ ხანდახან მაქვს ეს მომენტები, მე თვითონაც თქვენ წარმოიდგინეთ და მე თვითონ უშლი ჩემ თავს და ფორთხიალებ და რა ვიცი, ვიკმაყოფილებ ჩემ გულის ჭიას, ესე რომ ვთქვათ, ვახარებ. ხო, მაგრამ ეს არ არის ის თემა ეხლა, ისეთი საკითხი და ისეთი, რომ რა ვიცი, ნისიათ მიადგეთ ადამიანს, ამას გულს, ხო, არქში არ წყურია რაღა დალიერთი გახავას ამენგობროში იქეთ აგე წადი, რა ვიცი, მე 1-2 კილომეტრი გაირბინე სიტყვაზე და გადაიტანე ის რაღაც აფორიაქებული მომენტის გამო, თუ გინდა და ფული არა გაქვს სიტყვაზე, ხო, და ესე მიწერო ადამიანი. თან ალბათ ზოგიერთს არ გჯერავთ, მუშაობ მეთქი რო გეუბნებით და რატო არ გჯერავთ, ძალიან მიყვარს, ძალიან ბევრს მუშაობ გენაცვალ. მე ვარ მოუსვენარი ტიპაჟი, თქვენ წარმოიდგინეთ. ხერხემალზე ცოტა პრობლემა მაქვს და იმდენად მოუსვენარი ვარ. მაინც ხო, ეს ვერ მაჩერებს. მაინც ვერ მაჩერებს და
როგორ გითხრათ, მაგრამ ძალიან ბევრს ვშრომ კაცის იქნება თუ ქალის საქმე იქნება. წესით ხელებზეც ეხლა უხეში არა, მაგრამ მაინც მეტყობა ხო, სულ სადა და რაღაცა ისეთ ფორმატში მაქვს ხელები. კი ბატონო, და ერთხელ მქონდა ისეთი შემთხვევა, სახლში რაღაცას შპაკლავ ვარ ერთ ამბავში და საღამოს ესე გასასვლელი რო ხარ მეგობართან რაღაცა ისე მჭირდება და ხარ. მოვწესრიგდი ხა გავედი, რა უნდა შემატყვა, შევარდი აბანოში, გადავიბლე და ისო მაინც ყოველდღიურად რო წესრიგდები ადამიანი გეტყობა ის ხელოსნისის ვარ მექნება იერი. და ხელები ცოტა გამიუხეშდა, იმიტომ რომ აცხა ხელთათმანით ვერ მუშაობ და ახლა არ მაქვს უხეში, მაგრამ და ხელზე რომ იმას ქნა ახლა რაღაც მოხდა ისე შემეხვა ადამიანი, ვაიმე შენზე ნაზი ხელები მაქვს, თან ბიჭი რომ მეუბნება ამას. გავჩერდი, აპირავთ ხარ. მეორეჯერ მოხდა კიდე რაღაცა ისე და მე მომთხარ, ხო იცი მეთქი რემონტი მაქვს სახში და ჩემი ხელით ვაკეთებ და დავასრულებ რემონტს და მე მოძებნე ეს ჩემი ხელები ასე ძალიან თუ გაწუხებს მეთქი. ასეთი უხეშიც და დამაზოლებულიც არასდროს არ მქონია, მაგრამ მაინც ეტყობა ეხლა ელემენტარული რო ახლა 1-5 წუთი მაინც რაღაცა შეხება კონდეს ცემენტთან ან შპაკლთან, მაი ეტყობა რა არ არის ის ეხლა სალონიდან რო ხალი გამოემხელა დეზიებით და ისე მასკს გადმოგიდებს ხელებს და შპაკლით რო ხაგუნობს რაღაც და ჩოთქავს და არის ერთ ამბავში, მაინც არის ხო განსხვავება თავისთავად. ხო. რა შეეხება ახლა კიდე კომენტარი ვნახე ეს ქალბატონი მიკომენტარებდა ტარო შეძენა. ტარო მე თვითონ მაქვს კი ბატონო შესაძენა თუ გინდათ. ძალიან ბევრი ტაროები მაქვს. ჩემი პრობლემა იმაში არის რომ მე არ ვიცი ეს ნახვება სიტყვაზე უნდა მენდოთ. და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ გეტყვით ახლა რამდენიმე ავიღებ აქ და განახებთ რომ მართლა შეიძლება სიტყვაზე მოდო. ხო აი შეფუთული არის პირდაპირ და მიხვდებით რომ ნამდვილად მაქვს ესე იგი შეფუთული ხო? ამიტომ შეგიძლიათ მომმართოთ, მე ძალიან ბევრი რაღაცები მაქვს, არ არის აქტიური ჩემი მაღაზიის გვერდიც არის ეზოთერიკის, მაგრამ ეს არ მეხერხება ეს რეკლამა და რა ვქნა ახლა მონგალთე. ამულეტები, თილისმები, რა ვიცი, ამაჯურები, საწმენდის საშუალებები, სახლის საწმენდის ამთლები და ასე შემდეგ. ხო, ჩამოთვლაც არ მეხერხება მე საწოდავს. სასაცილო. არ აქვს ადამიანს და აი წარმოიდგინეთ, არ ვასახელებ ჯერ კიდევ ველოდები იქნებ გამოაგზავნოს, მაგრამ აშკარად რჩება ისეთი შთაბეჭდილება არ აქვს. ნივთი გააკეთა ეს რეკლამა და შეუკვეთე და არ მიგზავნის. არა აქვს და რა გამომიგზავნოს ახლა. არც პლუს არ მიგზავნის, მიბრუნებს, არც ნივთს ხო მაგარია. ბოლოს ის მივწერა რაცხა მაინც გამომიგზავნე მეთქი. სულ ერთია იმაგის მიმსგავსებული რაცხათა და რაცხასაც არ აგზავნის. წარმოიდგინე ახლა რადონის თაღლითია. ნუ უკაცრავად ჯერ არ მინდა ესე ვუწოდო, მაგრამ მაინც ასე წამომწდა. ელოდები იქნება დაადგე საშველი. ხო. წარმოიდგინეთ ესე რომ მაიმუნობენ ახლა და მე გეუბნებით და არ გაჩვენებთ და მიდი და ენდი ადამიანი. ძალიან რთულია ხო? ახლა რატო გავაკეთე ამ ტაროს დასტებზე აქცენტი? ვიღაცა პოსტავდა რომ არ შემიძლია სიარულიო და ეს დასტა მინდა შევიძინოვო და გავირთოვო. ხო, მეტი გასართობი მაგია და მაინც ასე არის. ხო, ამაზე მეტი გასართობი ვერავინ აღწა შეიძინე ლარიანი კარტი და გაერთე კარტით. კარტობა თუ გინდა. ავათ ახლა ჯამთელობის პრობლემა გაქვს და ამით ერთობი, ნუ გადამრიე. ესეთი ხალხი არის, ახლა ვიცი რაც იფიქრა, იქნებ რაღაცა მოვახერხო და 1-2 კაპიკი ფული თუ მithumetes $1-ია, რაღაცა კარტითაც შეიძლება ეს მოახერხო. მერე კიდე ამ ენერგიას რო ესეთ ენერგიებში შეეხები, რა სერჩი იმ ხალხს, ვინც ნახეთ კი ზიანდებიან ის ხალხი თუ პრაქტიკოსი უკვე ჩათვალეთ რომ ამ ენერგიაში რადგან ხარ, ესე იგი შენ რაღაცა ის უნდა იყო, რა ქვია,
გამართული უნდა იყო ენერგეტიკულად და ჯანმრთელობის მხრივაც. და შენ რო დაზიანებული სხვას იმაშვები, რა ქვია, ღებულობდა რაღაცა, კი შეიძლება დაზიანდეს ის ადამიანის ამ შენი ენერგიით. რანაირად აკეთებთ ამას? ამაზეც ხო უნდა იფიქროთ. გასაგებია, რომ ძალიან გაჭირვებული ხარ, მაგრამ ამაზეც უნდა იფიქროთ. პრაქტიკოს უნდა იყოს ჯანმრთელი. ახლა მე არ ვამბობ იდეალური ვიღაცას რაღაცა ცოტა აწუხებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ლოგინიდან არა, მოდი ასე ვთქვათ. მეც ვთქვი ახლა რაღაც ხერხემალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ჯვარიმსწერია თვალიანიც ეს უბრალოდ არ შეიძლება ეს ფიზიკურ მძიმეს აწევა, ძალიან გადაღლა საკუთარი თავი და დანარჩენად ვარა. ხო? ჯანმრთელად ვარ. უბრალოდ ეს რაღაცები არ შეიძლება. ესეც მე ავკიდე ჩემით საკუთარ თავს. მერე კიდე და გასართობად მით უმეტეს არ უნდა მოკიდოთ ხელი ტაროს და საერთოდ ასეთ ინსტრუმენტებს. ეს არის დამხმარე ინსტრუმენტები, ყველაფერი დამხმარე ინსტრუმენტია ზოგადად ცხოვრებაში. ყველაფერი. ხო? თუნდაც სამზარეულოში შევარდეთ ახლა თავით და განვიხილოთ. თებშიც დამხმარე ინსტრუმენტია, თუ გამოვიყენებთ და ჩავარდყამთ თავში ადამიანს, რა თქმა უნდა, მივიღებთ შესაბამის შედეგს. დანაც დამხმარე ინსტრუმენტია, ჭიქა ნებისმიერი ყველაფერი არის დამხმარე, ხო და ამ ეზოთერიკამ რა შეიძლება დამხმარე ინსტრუმენტია და თქვენ ამის ენერგია გაერთო, ავიცი, არ მესმის, ვერ გებულობ გასართობად. სხვა რამე მოძებნეთ გასართობად. სამაჯურები არა აწყოთ, არა. იმიტომ რომ მე გაყიდით ზუსტად ისეთნაირად, რომ ახლა ლომის არის, კირჩხიბის არის, იმის არის თუ არ არის, ხმართმა იცის, როცა წაკითხული ამოკითხული თქვენი ის არ იქნება მაინც გაკეთებული, ხო? წაკითხული ამოკითხულიდან, მიბაძვიდან რაღაცა ნახავთ. მაგრამ თქვენი ასეთ წოლიარე და ავადმყოფის ენერგიებში რომ ამას დამუხტავთ და გააზიარებთ, რა ვიცი, ერთი ქალი გამოვიდა სხვათა შორის და ძალიან გამიკვირდა სამაჯურებს რატო ყიდულობენ ან ამულეტებს, ძლივს უმთქავს კალი, ძლივს. იმიტომ რომ ესეთ ენერგიებში როგორ რა ვიცი მე, როგორ უნდა გააქტიურონ, გადამრი ერთი, რა სიკეთე უნდა მოუტანო ადამიანს. მე თუ ავად ვარ, წმენდაზე მუშაობდი, უბრალოდ ადამიანი გადამიბრუნდა ფეხი, ვიღრზე. და გავაჩერე. იქიდან იყო, ახლა ნეგატივიდან იყო, იმიდან იყო. გავაჩერე ეს ადამიანიც, გავაჩერე. კი, გავასუფთავ, ხო შეხედე მეთქი, რომ ვიმუშავე, ვანახეთ ან. რა თქმა უნდა, რომ მუშაობდი. მუშაობის პროცესი, ხო? მაგრამ ავდექი და სანამ მე არ გავიმართე, ადამიანს ხელი არ მოვკიდე, ვერ ამეთქი. რაკენი, ახლა ძალიან არ შევწუხები ვარ, შეიძლება მისმენს, რა თქმა უნდა, ძალიან კი არ საერთოდ არ შევწუხები ვარ ადამიანს, მაგრამ პირდაპირ ვუთხარ, მე ვერ მოვკიდებ ხელს, ხო, კი, გამართული ვიყავ, ესე მოხდა, სანამ ეს ჩემთან არ მოწესრიგდება. იგივეა, შენ თუ ავად ხარ, შენ თუ რაღაცა, სანამ რაღაც არ მოწესრიგდება, არის რაღაცები, რაც უნდა შეაჩერო, შეჩერდე, ამაში მიდის დრო. ამის გაგება არ უნდათ ხალხს. ეს უკვე ეს თქვენ თავს დაიზიანებთ, თქვენ სხვასთვის უარესად დაიზიანებთ თქვენ თავს. იმიტომ რომ იმას თუ ფიქრობ, ეხლა ამას ვიღაცას გადავაბარებ ჩემს ავადმყოფობას და მე გამომჯანმრთელდები, ესეც არ არის რა, მაგასაც ცოდნა სჭირდება. როგორ ეს მოახერხოთ, ხო? და ეს უკვე შავი მაგიისკენ გადადის, ნაბიჯები იქეთა. შეიძლება მთლად ბოლომდე არა, მაგრამ ასე არის. ამიტომ ძალიან დაუკვირდით ესეთ რაღაცებს. ბევრჯერ მქონია ესეთ შემთხვევა, შეიძენენ ამ რაღაცა თილისმებს და უარესად მიდით საქმე მერე. ესე იგი არასწორად არის შენზე გათვლილი. ანუ შეგნებულად გაგიკეთა ადამიანმა და გადმოგაბარა ის ავადმყოფობა თუ რაც არის. რატომ მიგვიანდება? ეხლა სხვათა შორის მეგობრობ ადამიანთან და
მე თვითონ ენაზე მეწიკებოდა, თხოვდა, ყიდვა იცის მით უმეტეს თვითონ ფულს ხარჯავს რამე კანდახევა იცის თუ რა, არა, მე თვითონ შევპირდი, გავამზადე ეს რა ქვია, ბოქსი. აი ამას ყველაფერს გიგზავნა მიდევს. ესე მიდევს და აღარ ვაღირს ერთი მითხრა რა კედი რა ხდება იზვა მე რადგან გაჩერდა ავდა კიდე უთხარი მე უთხარი არ ვიცი მე ხო იცი რომ გამზადე მის თვალწინ ჩავალაგე თანაც ესე ვიდეო ჩავորդე და მე უთხარი მზად არის ეხლა ამას უნდა მარტო პოსტა მეტი არაფერი მეთქი და სხვა რაღაცები გავაგზავნე პოსტით სხვასთან ამისი მიდევს ავდა კი მე და უთხარი არ ვიცი მეთქი რა ხდება არა ის ზუსტად ვიცი როცა საჭირო იქნება ეს მოვა მაშინ შენთან ხო იცი რომ მზად მაქვს მეთქი ესე იგი რაღაცა ამჩი რატომ უნდა შევიკავო თავი უნდა შევიკავო ესე იგი ხო ესეთ რაღაცებში მე პირადად არ უცდები ენერგეტიკულად აი ესე პირდაპირ ვიღაცაზე მაქვს დასამზადებელი მისა სამაჯური თუ რაღაც შეხედეთ ახლა მე პატარა რაღაცას არა ეს ცოტა Она раньше მაგნაგერს აი ფამილაგი ეს ასეთები ძალიან ბევრი მაქვს სხვათა შორის შეხედეთ გამოთვლაც არ მჭირდება ზოგჯერ რო გავხსნი ზუსტად ვიცი რა უნდა ავკრიბო აქედან მე ამ ადამიანისთვის შემდეგ უკვე რომ შევამოწმებ კონდა ერთხელ ასე ბიჭო ეს კი ავკრიბე და გავმზადე ამ ადამიანს გადამემოწმებინა ეს ჩემი თავი მაინც რა იცი რა ხდება ხო ამ ხელა საკუთარ თავზე ეს მეთქი რამდენჯერაც ასე გადავამოწმებ 100% ზუსტად მაგ არჩეული ეს არის უკვე ენერგიებთან მუშაობა გაიგე ეს კი არ არის ზუსტად რო აი ზუსტად შეურჩიე ყოფილა ესეთი მომენტიც რომ მაქვს ამაჯირები დავუშვათ დამზადებული აი ესე ნახეთ მაქვს რამდენიმე გამზადებული ხო ბევრი არ მაქვს მაგრამ და მომწერა ვინმე და მithქვი ახლა ამას დაუმზადო თუ არა აი ეს ამირჩევი ეს არის მის მე გადამიმოწმებია ჩემი თავი და ზუსტად მაქვს არჩეული ხო ახლა მე თუმე და ესე ვინ შეხალისდებით აი მაისაქმეო მეგრელმა რო თქვა უკაცრავად მეგრელებთან მაგრამ პატენი ადვილი ყოფილაო დირიჟორს რო დაინახავს ესე დირიჟორს ხელების ქნებას რა უნდა და შეუშვი და მე პანჯურის რტყმებით გამოვაგდენ არ ყოფილა თურმე ადვილი ასე არის განაცვალე ესე მარტივად გეჩვენებათ მაქედან რო უყურებთ ყველაფერი მარტივად ხო ერთი კითხვა კიდე YouTube-ზე 1500 ლარსო ჯერ გამართულად რო არ წერია ტექსტი მე ეს ლათინური ასოებით რომ მიმაშვებით წერთ თუ ინგლისური არის და ქართულად არ წერთ ქართული შრიფტით მოგწყდება ენა ვეღარ გაიგებ რას ამბობს და მე გამოვიტანე აზრი 1500 ლარს რომ აიღებს ადამიანიო ესა რა ქვია გარანტია თუ არის უფრო მეწუხებულობ გენაცვალე და ხანდახან მეორე წმენდა ჭირდება კიდე ადამიანს ანუ მეორე უნდა დაამატოს მაგაზე მეტი ხო საჯაროდ არ მიყვარს ფასებზე ლაპარაკი მაგრამ გეტყვით მაინც მიხვდებით გარანტია გაქვს ჩემო კარგო თქვენ მეორე დღეს რო გაიყვიძებთ იქნებ გარანტია გაქვთ რომ სამოთხეშიც მოხდებით პირდაპირ საგზური გაქვთ ექიმთან რომ მიდიხართ გარანტია გაქვთ რომ გამოჯამრთელდებით კურნალობას ოპერაციას რო იწყებთ გარანტია გაქვთ ამასე გარანტიებით თუ ცხოვრობ თქვენ გაგიმარჯოს ღმერთმა მე არ ცხოვრობ მაგნაირი გარანტიებით თუმცა ვეუბნები ადამიანს კი აქ შეიძლება დაიბლოკოს გაიწმინდოს მე შეიძლება დაგჭირდეს ამ ყველაფერს ვეუბნები ადამიანს ეს უკვე არის თქვენი ღირებულება რამდენად გიხირს რა შეეხება ახლა ამ ხელა ფულს 1500 ლარად ესე იგი ცხოვრება უნდა მოიწყოს ადამიანმა როგორ ერთმა მომწერა სხვათა შორის ესე იგი ქმართან ქონდა პრობლემები და რას მეუბნება ხომი ამ ხელა ფულს რო გადავიხდიო ახლა მეო ამ ხეისო ხო ისე ვეყარებიო სხვასთან ხო არ გაიხედავსო ბედნიერი ხო ვიქნები ასე ესე ბედნიერი აი გემრიელი აი წამოწვეს ესე
ფართეზოზე და ქმარმა ემსახუროს გემოზე. მაგნაი რამე რო ვიცოდე, რა ვიცი, მე მარტო რო ვარ, გიჟიგი არ ვარ, მე გიგეკეთები ჩემ დავისთვის. მაგნაი რამე არსებობს საერთოდ. მასწავლეთ, მეც მასწავლეთ, მე კიდე ძიებადლი რაია. ბიჭოს გადამრევს ეს ხალხი. ესე იგი, უნდათ რომ ამ წმენდას რო გაიკეთებენ, პირადი დალაგდეს, ბიზნესი დალაგდეს, კარიერა დალაგდეს, ფული არ შემოაკლდეს, რამე პრობლემა არ შეემთხვას, არაფერი და იდეალურად იყოს აწყობილი ცხოვრება და რა ვიცი, მე ტაფა ვერ ვიყიდე ხალხო მაგნაირად, მეორე წელიწად საყიდელი რო არ შემექნეს. სადმე თუ არსებობს მაგნაირ ტაფა გამწარებული ვარ, ხალი მასწავლეთ, გვირიანიც ვიყიდე, იაფიან კი ვიყიდე, მაგრამ ყოველ წელიწად ყოველ დიდი ორ წელიწად. მაგრამ მე ორ წელიწად შესახედად აღარ ვარ, რო შეხედავ გულს რო გიჯღანავს, ისეთი არის ზუსტად, ისე გამოიყურება. ჩაიდანი ვერ ვიყიდე. კლიბი ვერ ვიყიდე, ელემენტი ერთხმარებაში გადასაგდები არის. ფრჩხილის კლიბი. თქვენ რას შოულობთ ამ ნაჟო მთელი ცხოვრება ყოფნით ძალიან მაინტერესებს. და ეს წმენდა ესე რო გინდათ მით უმეტეს თუ დაიცავთ, თან გეუბნებით, ესე უნდა შეცვალო რაღაცები, ესენი უნდა გაითვალისწინო. ამ ყველაფერს კი ბატონო, ის ვინც გაგიკეთა რაც ხაიყო, ის რა ქვია კი ბატონო, არ უნდა მეთქვა, მაგრამ ავხსნი ახლა ისევ თავიდან. გაგიკეთა მოხსნილია, მაგრამ შენ ეს რაღაცები უნდა გაითვალისწინო და კი ეს წმენდა გეყოფა და შენ ცნობიერი სადაც არის, მაგ ცნობიერიდან მიაღწევ გარკვეულ წარმატებას. შენ თუ ახლა ცნობიერი არა გაქვს პრეზიდენტობამდე და არ ხარ ბუნებით დედოფალი და არ ხარ რა ვიცი მე კიდე რა ვთქვა ახლა თუ გინდა ბიზნესმენი აი ბუნებით და ეს არ არის შენი მე რა გიყო ახლა შენ თუ იმაში მირბიხარ ჯურღმულში და სამსახურს ეძებ იქნებ მოდი ასე ვთქვათ სანდასუფთავებაში მიდის ზოგი პარლამენტში მიდის და ზოგი კიდე იმის იქით მიდის რა ვიცი მე სხვა პლანეტაზე უნდა კაცო რო იმასხანას მოიწყოს ცხოვრება ტყუილს ვამბობ რამეს თუ ასე არა ეს არის ცნობიერი შენ თუ მაგის ცნობიერი არ გაქვს ამბიცია არ გაქვს სურვილი არ გაქვს მე წმენდით რა გიყო ადამიანო შენ გინდა სურვილის გაღვიძება და მაშინ ფსიქოლოგი გჭირდება ასევე წმენდასთან ერთად ფსიქოლოგი სჭირდება და შეგიძლიათ კი ბატონო ჩაეწეროთ მაშინ გადაიხადოთ ჩვეულებრივად ღირებულება კონსულტაციის და რაც საჭირო არის მე იქ ესე ფსიქოლოგიურ საუბრებს კი ბატონო მაგას მაგნაირად მუშაობ ზუსტად გაგიწევთ და დაგეხმარებით მაშინ მაგ კუთხით მაგ მხრივ მაგრამ ეს უნდა გააცნობიეროთ რა არის ერთმანეთიდან გამიჯნოთ შოგი მივიღე ქალმა ესე მითხრა სხვა ქალთან ჯადო გაუკეთა ამ ქალმა ვიციო მეო ეს ჯადო რომელიც მეო ხო დამიბრუნდებო ჯადოს მოთხარი მოუხსნიდა დანარჩენი რა ვიცი მე რა იქნება კაცო თუ უყვარ ხარ დაგიბრუნდება მეთქი არაო ბედნიერი ხო ვიქნებიო ზუსტად ისეო პირველად რო უყვარდიო და ესა რა ქვია სხვა ქალთან ხო აღარ გაიხედავს მე რამე პრობლემა ხო არ იქნება ჯერ ერთია ეს უკვე ეს არის თუ ბუნებით ადამიანი არ უყვარ ხარ მაშინ ადამიანზე აკეთებ ცნობი ავამყოფი ხარ მოდი ასე ვეთქვათ ესეთ ქალები ვინც ახართ ძალიან დიდი ბოდიში ეს ცნობიერი შეჩვენე ავამყოფები ხართ ესეთები ხართ სამკურნალო წადით გენაცვალე ფსიქიატრში და იმკურნალით ეს არის ხო რატო ხართ იმიტომ ხართ რომ თქვენ ადამიანს ართმევთ თავისუფალ ნებას, თავისუფალ სურვილს და აჩმორებთ. ესე გინდათ თითზე გადაიწნათ და ესეთ რაღაცაზე მე არ მუშაობ. პატარა მანიპულაციები ახლა ოჯახი თუ არა რაღაცა კი ბატონო. სხვანაირად როგორ გითხრათ მანიპულაციები. სხვანაირად როგორ გააგებინოთ, როგორ აგიხსნათ
ახლა ადამიანი რომ იმას დამიპოსტავს კიდე როგორ დაგიკავშირდეო ცოტა უცნაურია ტაროს კუთხე ნინო მანტიკა ჩაწერე ტაროს კუთხეს თუ არ ამოგიგდებს ნინო მანტიკა და უეჭველი ამოაგდებს ბევრმა რა არის ერთმა რომ სულ ამ იმაზე რატო აკეთებ აქცენტ დავიღალე ეს არის ჩემი მისალმება აი ზუსტად იმიტომ რომ ადამიანმა დაიმახსოვროს ვის გვერდზია სად არის ხო ბევრი უცხო ხდება და მე დაეკარგებად გვერდი და სხვაგან მიდიან სხვებთან ხვდებიან ხო იმიტომ იმდენი ტარო შემოვიდა ეხლა მე თვითონ შოკში ვარ მაგრამ ყველა დარეგულირდება ყველა ვინც ამ საქმის არის და ამაში არის ის დარჩება წლების განმავლობაში იქნება და იქნება რომ იცოდეთ ვინც ესე იგონებს ის დაიწყებს და აგორებული ხავსა მე სხვადასხვას დაიწყებს და ესე ფორთხიალებს რა რომ იცოდეთ მე კიდე მე პირადად არც ერთს არ გწერთ და ამ მაშინ რო წერთ Facebook-ზე ის რას ღირს ეს რა ღირს ეს იცით რას ნიშნავს ესეც უკულტურობა ადამიანს რო შორიდან მიესალმები ეგერ ქუჩის ბოლოში სოფელში შეიძლება ახლა მიესალმო ქუჩის ბოლოში ადამიანს მაგრამ რა ვიცი მე ან ბინიდან რო დაიწყო ყვირილი ეი ეზა ნიკიფორე ხვა როგორ ახარ სად მიდიხარ ხვალ არ რაღაცები დაუწყო რა სადა ხარ ბიჭო მომწერი ადამიანი უნდა გიპასუხებ ნორმალურად რა გაინტერესებს ფასიათ რა საჯაროდ ესე მიპოსტავთ მე ასე ვხედავ ასე მიმაჩნია გაიგეთ ამიტომ დაუკვირდით მაგ საქციელსაც მე ადგება ვიღაცა წაიკითხავს და თვითონ მოგწერს მე არ ვაკეთებ მაგას და მე წუწუნებთ იძახით ისა იმასთან ვიყავი ამასთან ვიყავ ყველასთან გადასახდელი ფული გჭებათ მე და ჩემთან მოდიხართ მე ისევ ბრუნდებით და ნინო ფული აღარ აქვს იმიტომ რომ იმას მიწერა იმასთან გადაიხადა ამასთან გადაიხადა იმასთან მოატყუე და ახლა შენ კაი გოგო ხარ მიდი ვიცი მაინც კაი გოგო რო ხარ კაი გოგო თუ ვარ თავის დროზე მოდი შე კაი ადამიანო და რო შევხედავ ერთხელ დახარჯე მეორეჯერ დახარჯე მესამეჯერ გაგითვალისწინებ რაღაცაში ჯერათ უნდა გაგითვალისწინოთ მესამეჯერაც მაგრამ რა გონიათ ჩემ გვერდს არ ჭირდება წახალისება ან თუნდაც მე არ მჭირდება წახალისება არ გადააზიარებ გამოწერილი არ ყავარ სიტყვაზე რაღაცა ნორმალურად არ გადამიხდი ძალიან ხშირად იყო ადრე ესეთ შემთხვევები სულ მაკლებდნენ დაცვით ანხაზე ვითომ დოლარში იმაში შეკაი ადამიანი 1 ცენტი არ შენ გიშვება არაფერს რაც მე გადაამეტე და შენ ჩაგეთვლება რატომ მაკლებ თუ მიხდი ზოგი 20 ლარს გაკლებს ზოგი 10 ლარს გაკლებს და ეს ისღირებულებაა მე რაც მინდებს არ არის ისღირებულება არც გადახთილიაში ეს არ გეთვლებათ მე არ მომგობ დამიმატეთ თანხას გადა ის თუ მიხდი კიდე მიხადე 1 ცენტით მეტი და შენ სასარგებლოდ იყოს მართლა ის ხო არა მაგაკა კაცო ბაზარი უკვე რა ვიცი მაგ დროც არის ყველზეც აღარ ვაჭრობენ უკვე ყველზე ჯარი ყარა ვარ თქვა დააჩავარდა წარსულს მაგ დრო რაც არის ღირებულება ვიხდი რასაც მეტყვიან ვიხდი იმას ყველგან სადმე ხდება დღეს რავი შევაჭრება ხდება სადმე აბა ჩემთან არ ხდება მაგრამ მაინც რა დავაშავ მე პირადად ასე ვიცი დღეს უკვე მაგ თემა აღარსად არ არის სად არის შევაჭრების თემა თუ აქ ადამიანს კიტკა და ფასდაკლება კი ბატონო ან მაღაზიას ან თუნდაც მაისის ისინი ხო შემოგთავაზეთ სხვა თემა გამოდით იცით რა არის ამ
მენტალობიდან, ამ რაღაცეებიდან, გათანამედროვეებიდან, ყველაფრიდან გინდათ გამოსვლა და არის ქავშდი ამ ერთი შავგუნია, მაგრამ შევაჭრების თემიდან ვეღარ გამოდიხართ? ვისთან ერთი შავგუნია, რა ჯერ შევაჭრებაა ხალხო. არა, ახლა კაცო არა 21 საუკუნე. აი ზუსტად ის თემა მახსენდება. ერთხელ მეგობარი მეუბნება, რომ გირეკავდი ნომერზე და ვერ დაგიკავშირდიო და იყო შენ რომ ერთხელ მაინც გაგხსენებოდიო და გავჩემოთხარი. მაგ ნომერი გადავაგდი და ბევრი ნომრები დავკარგეთქო. სერჯოდი რატო გათიშევ ან გეთქვა წინასწარ აცხა ის რატო გავთიშე მეთქი და რაღაცა იყო შეჩენილი იმ პერიოდში და რეკავდა და თამთა უნდა ეკა უნდა სოფიკო უნდა ეს რა ქვია თათია უნდა ნათია უნდა სიკო უნდა პატო უნდა ის უნდა ნინო არ უნდა და მანდა მაინც ხოდა გავბრაზდი და გადავაგდე ნომერი არა და მართალი ვარ სწორი აი მე დედა რატომ უყვევი და მოვიწყდა მაგრამ თქვენ მიხვდებით რატომ მოხდები ესეთი ეხლა ვეღარ აიტვირთება და იმედია გაგეცით პასუხები და გაითვალისწინებთ ვისაც ეხება ხო ეხლა ეს მომენტი ჩემო კარგება და გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს დროებით